გამარჯობა მეგობრებო, ხვალ გური იქნება ჩვენთან სტუდიაში, როგორც იქნა უკან დაიხია მისმა ავადობამ, მაგრამ არასოდეს უკან არ დაიხევს სააკაშვილის ავადობა, გადასვლა ძალიან საინტერესო იყო და მე შემიძლია ამის დასტურად ვიდეოც გავუშვა, ეს დღევანდელი იყო, ეს ვიდეო დღევანდელი გახლავთ. ზოგადად, რა თქმა უნდა, მიშას დღევანდელი ვიდეოა? კი ბატონო, ხო დღევანდელია, მეგობრებო. კი ბატონო. და ზოგადად მიშა აქტუალური აღარ არის, ნელ-ნელა მისი აქტუალობა ეცემა, მაგრამ მაინც ხანდახან გართობისა თუ როგორ გინდა თქვა რომ არ არის აქტუალური, როდესაც ამათ კვარტალში ერთხელ რაღაც დიდ და მთავარ შეკრებებს აკეთებენ, სადაც მე ამბობენ რომ ქვეყნის ბედი წყდება და გეგმით მოდიან და ვერაფერს რო შვებიან, იქ თავარი პოსტერი არის მიშა. მოდი გავუშვათ ეს ავადყოფი მაოხრებელი გზირი ამ გზირის დღევანდელი ვიდეო გავუშვათ. Кемишები ის არის, რომ კაპოს მოდარი საერთოდ როგორც ინტეგრალს პრობლემის აბიარს პრობლემის გაშურო გავასეთ ფერიცი ხალხო მოდარა წესი. მე მოდარ ხალხს სახელმწიფოებრივ. გასაგები, ანუ პრომეთემ მოუტანა ხალხს ცეცხლი და მან ამირანი რატომ არ თქვა? სამაგეროდ ჩვენ არ უნდა დავავიწყოთ მიშას ფინალი პრომეთესი და ამირანისა. ეს ძალიან საინტერესო ამბავი. არა, მოდი ჩვენ ფინალზე თავი დავანებოთ და მიზნები შევახსენოთ. რა იყო მიზანი? ეხლა მართლა შევდივართ ჩვენ ამ დისკუსიაში. მოგდა მიშამ რეალურად სახელმწიფოებრიობა, რაც არის სახელმწიფოებრიობის სტანდარტული გაგება რაც არის იმაზე აბსურდი არის რომ ველაპარაკოთ რომ მიშამ რაიმე ტიპის გააკეთა მაგრამ მიშამ მოიტანა რეალურად სახელმწიფოს ალბათ ყველაზე დამახინჯებული გაგება იმიტომ რომ სახელმწიფო როგორც მხოლოდ და მხოლოდ დამსჯელი ინსტიტუცია ასეთად შექმნა მან იმიტომ რომ ეს სახელმწიფო იყო სადაც სისტემური გაუპატიურება და წამება იყო ყველაფერს სხვას რო თავი დავანებოთ ეს იყო სისტემის შექმნილი ყოველდღიურობა ქვეყნის. შესაბამისად ხო მაგ ტიპის სახელმწიფო პირველი არის რომელიც შექმნა საქართველოში. სოფლიო ისტორიაში ადამიანები რომელსაც მართლაც შექმნეს სახელმწიფო ვაშინგტონი და ბენჯამინ ფრანკლინი და ასე შემდეგ. ხო და მათ რო ეთქვათ, აი ვაშინგტონს რო ეთქვა რომ მე ვარ პრომეთე და მე მოვიტანე სახელმწიფო, ხო? არასოდეს ესეთი რამ არ უთქვამს. ანუ ნარცისიზმის პიკია. ეს არის უკურნებელი სცენი, ეს არის ავადმყოფი ადამიანი, რომელსაც არანაირი სომატური პრობლემა არ აქვს, მაგრამ აქვს ფსიქოლოგიური, ფსიქიატრიული ხასიათის პრობლემა, რომ შეუძლია თავისი გაფარჩაკების, თავისი დედის მოკლის მიუხედავად, იმიტომ დედის მოკლა საქართველოს პრეზიდენტი, როდესაც იძახის, რომ ქართული არ მახსოვს და უკრაინელი ვარო, ხო იყო ეს შემთხვევა? ქვემძრომი, როდესაც ცდილობდა, რომ რაღაცნაირად გამძვრალიყო ციხიდან, რა ციხიდან, სამავთყოფოდან თავისი უკრაინელობის გამო. როცა იძახის, მანამდე უკრაინაში რო იყო აქაურ საქართველოს მე ყველა იმ პრეზიდენტის დედა ვატირე. ხო. თუ პრემიერი იყოს თუნდაც კაც რა მნიშვნელობა, თუ საპარლამენტო მოწყობა რო პრემიერი, რომელიც რაც ორი ვადით იყო პრეზიდენტი და საკუთარ სურვილით თქვა მე თავის ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი. რა თქმა უნდა. წავიდა ბიჭო, გაიქცა უკრაინაში და იქ ლაპარაკობდა, სანამ მე აქ შემოიპარებოდა არაჟნებით და დაიჭერდნენ და ციხიდან დაიწყებდა ტირილს რომ უკრაინელი ვარო და იქნებ ზელენსკი მიშველოსო. უკრაინაში ლაპარაკობდა სვაბოდაზე როცა იყო და ოდესის ოლქს რო გუბერნატორობდა. იქ ლაპარაკობდა რომ მეო არც ცეკვა ვიცოდიო, არც სიმღერაო, არც აღგრძელების თქმა და ამიტომ გადავწყვიტე უკრაინელი გამختارიყავი ბიჭო, ანუ ქართველია. ტიპი ამას რომ ანუ ეროვნება აირჩია რა, ანუ ამერიკაში რო იყო რომ რაღაც სქესს ვირჩევ მე და სქესი არ მომეცემა. ამასობაში მეგობრებო, როცა სქესი შენი არჩევანია და არა ღვთისნება. ამასობაში მეგობრებო, ამ მაოხრებელი გზირის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი წითლიძე ძალიან საინტერესო აღმოჩენას აკეთებს რამაც უნდა ეფექტი იქონიოს თვითონ აი ამ შმო პოზიციაზე. მეტი არა ჩემი. მართლა? აი გავუშვით. ვა. არასწორი. ვინმე გააკეთა არჩევნებზე რა მოვიდა, რა მოხდა საერთოდ მაგის ანალიზი?
რომელიმე რაღაც დებილურ 2 საათიან პრეზენტაციებს რო განახებდნენ ხოლმე და ის CSKO-ს ოქმები რო ქონდათ ახლებს მიტანები რო იგონდათ ის ნახევარი ჩვენი დაწერილი ოქმები რო იყო და რო იგონდათ რო იყო გაყალბების მასალები ვინმე არ არის გაკეთებული ამ ქვეყანაში ანალიზი ოპოზიციური პარტიების მხრიდან რა უკნა ბიძინებმა არჩევნებზე არ იციან აზრზე არ არიან ამიტომ ყველა არჩევნებზე სადაც გავლენ ისო მაგას გაუკეთებს შესაბამისად ეს არის უბრალოდ აღიარებითი ჩვენება რომ არჩევნები არ გაყალბებულა ანუ როცა არ იცი როგორ გაყალბდა და რატომ გაყალბდა და როცა ახალს თურმე მიაქვს ნაცების ისინი მიერ დაწერილი რაღაცა დებილური თან ოქმები რომელსაც თვითონ ნაცი აღიარებს რომ ნაცემაც რაც დავწერეთ ეგეც არის დებილური თვითონ ამბობს დებილური ოქმები თვითონ ჩვენ დებილური ოქმები დავწერეთ მაგრამ ჩვენ არ ვიცით რა გვიქნა ბიძინამ ანუ ქართულმა ოცნებამ როგორ გააყალბა ჩვენ არ ვიცითო და სხვათა შორის გაყალბება არ გაყალბების საკითხი არის სისხლის სამართლის კოდექსის თემა. ეს არ არის თეოლოგიური საკითხი, ეს არ არის მისტიური, თეოსოფიური. წმენდი კატეგორია. წმენდი კატეგორია არ არის. ეს არ არის მისტიკა, ანუ ჩვენ არ ვიცით როგორ. შენ თუ რაღაცა არ იცი, თუ დანაშაული მოხდა შენ ამას აწვევი, მაგრამ არ იცი როგორ მოხდა, ესე იგი არ მოხდა რა დანაშაული. არა, შეიძლება არ ზონ, მაგრამ გამოიძიო და თუ გამოძიების შედეგადაც არ იცი. ხო, ამდენი ხნის შემდეგ. არანაირი სამუთი არა გაქვს, ვერსიაც კი არ გაქვს. ამდენი დამკვირვებელი ყავდათ, ანუ გაცილებით მეტი დამკვირვებელი ყავდათ. ითქვა სიმართლე, მე მგონი. NGO-ებიდან, ერთადერთი რა, სამოქალაქო საზოგადოებიდან, თავისი ჩამოთარეული და ან ტიპებმა ვერ შეკრეს ერთი ხელშესაღები მტკიცებულება თუნდაც ერთი უბნის რომ აი აქ რაღაც მნიშვნელოვანი ხარვეზები იყო და ხო ეხლა თურმე ახალს ფლად თურმე ნაცების ის გადაუკოპირებია სააკაშვილის საჯდომში ყოფნის ესტაფეტა მამამ შვილს გადააბარა არუნ უბაზიჩი და გაუშვათ ლევან სანიკიძე მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრობას აღიარებს 100.000 საქართველოს მოქალაქე. ევროკავშირის შესაბამისი რეზოლუციები, მთელი დასავლური სამყარო, მის გათავისუფლებას ითხოვს საფრანგეთის პრეზიდენტი, უკრაინის პრეზიდენტი და ეხლა რამდენიმე აქტივისტი თუ არ აღიარებს მიშას პოლიტპატიმრობას, ესეც ნაკლები პრობლემაა. რაც შეეხება ბანერის გაშლა არ გაშლას, იცით როგორ არის იქ გაშლის სრული უფლებაც ჰქონდათ იმ დემონსტრანტებს, ვინც გაშალეს, ეს ერთი. მაგრამ თუ კი ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს ჯერ მიხეილ სააკაშვილთან და მერე მის ბანერებთან თუ ამას ვერ ერევიან და ამის შნო არა აქვთ რომ ამას დაუპირისპირდნენ აი მათი მოსაზრებიდან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს და რუსეთსაც ვერ დაამარცხებენ ესეც ესენიო თავის სიმცირეს ვერ მოერიან მიშას დიდებასთან დაპირისპირებაშიო დაუკვირდით ჟურნალისტები აი ამ არარსებული არხის ურეიტინგო არხის როგორც კი ვინმე მიშაზე იწყებს ლაპარაკს, შეშფოთებული სახით შეხედა პროდიუსერს, რომელსაც უთხრა მოაყომარე ახლა დროზეო და დრო არ გრჩება უბრალოდო. ანუ რაღაცნაირად მიშა არის ძალიან ტკივნეული რამ, ანუ უტყდება. ახლა არ მოხდომ სააკაშვილი სავსებით მისადაგებელია ამ ადამიანებს. გამსკდარი კანალიზაცია, რომელსაც მიკარებაც რა თქმა უნდა არავის არ უნდა, იმიტომ რომ უნდა აყროლოს და თავის ხაკში კი ბატონო, ჩვენ მივდივართ მეგობრებო ჭადრაკულად და ახლა უკვე სალომე სამადაშვილი სხვა საწინააღმდეგო პოზიციაზე მდგარი სალომე სამადაშვილი პრაქტიკულად აცხადებს განაჩენს ნაციონალური მოძრაობისადმი ნაცისტური პარტიისადმი გამოტანილი განაჩენია მისი პირით გამოცხადებული თხოვთ მე რასაც ვიტყვი შეიძლება არ მოეწონოს ძალიან ბევრ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს ან ნაციონალურ მოძრაობას მაგრამ უნდა ითქვას სიმართლე და სიმართლე არის ის რომ გასულ არჩევნებში ხელისუფლების დამარცხება, იმიტომ მოვახერხეთ ერთობლივად ოპოზიციამ, ანუ 4-მა პოლიტიკურმა ცენტრმა, რომელმაც რეალურად გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა, როგორც ესეთი ნაციონალური მოძრაობა, ბუნებაში აღარ არსებობს. ამას გალიმინაცი. ხო, რომელიც 2 წელია გახდა ხაზარაძის პარტიის ჯიბოსანი. ხო, აი როგორ გითხრა, აი მე ახლა ძალიან უხელხური შედარებაა და არც სალომეს არც წითლიძეს არავის ეს არ ეთანადება, მაგრამ სოფლიო სახსოვს მხოლოდ თითქოს ერთი ამბავი, როდესაც მეძავი გახდა წმინდანი, ხო? და ეს ბიბლიაში არის აღწერილი, ხო? და არ მგონია მარია მაგდალინელი იყოს რომელიმე პარტიის წევრი, ქალებზე არ არის საუბარი. მომიტევეთ უხერხული შედარების, იმიტომ რომ როცა ხარ სადისტი, ფაშისტი, ნაცისტი, როცა
აი რასაც ჩვენ უყურებდით თუნდაც დღესაც ვნახეთ საგამოძიებო კომისიის თომაზე ამას აკეთებდი აპრავებდი რამენაირად მონაწილეობდი უშუალოდ ამას აკეთებდი თუ ამის მიჭკმალვას ვცდილობდი შენ მერე როგორ უნდა თქვა რომ აი მე არაფერ შუაში არა დაჟე ის კი არა რომ უშუალოდ პარტიული ნაცი როგორც არის და იყო და ყოველთვის იქნება სადაც რომელი გინდა ლელოში გადავიდეს და გინდა ახალში რამიშნულობა აქვს სამუდაშვილი არის ნაცი თავის გონების თუ სულის კონსტიტუციით არის ნაცი ყოველთვის იქნება ასეთად შემოვიდა ის პოლიტიკაში და ეხლა 10 წელი ნაცებში იყო თუ მეტი და ნაცებში იყო და არ გიქმნიდეს ეს ჰიგიენურ პრობლემებს და გახსოვს ეს ხაბეს გამო წამოვიდა ძმაო ჩანაწერი არის რაც ჩვენ ტყურით ხო მოსმენ რომ დაუბანლები და გუბაზები და ხაბეებით გაავსესო როცა იქით ოცნებაში განათლება მიღებული და სუფთა ხალხი არის ის კი არა რომ პარტიის წევრი იყავით მაგალითად ჩვენ ამ კომისიაზე რასაც ვისმენთ დღეს რაც მოვისმინეთ გიორგი ზერეკიძის პირიდან ნუ ისედაც ვიცოდით ეგ ისტორია მაგრამ ყოველთვის რთული არ ხომ მსგავსი ადამიანური ტრაგედიის მოსმენა რაც იმ დღეს მოვისმინეთ რატიანისგან რასაც ვისმენთ ზოგი ახალი დეტალებით ზოგი უკვე კარგად ნაცნობი ჩვენთვის იმას რომ დღეს შენ ნაციონალურ მოძრაობა ეწერება ბიულეტენზე თუ არ აქვს შობა რაღაც ტიპით მაინც ხარდაჭერას უცხადებ ლელოს ხაზავ თუ ახალს ხაზავ თუ გახარიას ხაზავ ანუ იმ ადამიანებს ვისაც ზუსტად ერთი და იგივე იდეური საყრდენები გააჩნიათ და მხოლოდ აი ჰიგიენის პონჩი ამბობენ რომ აი უი ნაცები რომ აი თითქოს მე ვიყო ნაცი ბიჭო არ მეყოფილიყავ დღესაც კი აი თუნდაც ისინი ბანერზე ვინც პრეტენზია გამოთქვა რა მაგრამ იქ დგას და ხელისუფლების ძალადობრივი ცვლილება უნდა იმიტომ რომ ესენი მოიყვანოს ხელისუფლებაში მაგრამ აი მიშას პლაკატი პროსტა აი ეს თეთურად არ მოწონს რა ცოტა ბაიკერის ტყავის კურტკიანი ტიპი უნდა რა იქ და არა აი მიშა ხო აი ეგ ადამიანებიც არიან ზუსტად იგივენაირად გამზიარებლები ნაცები არიან იგივე კი ბატონო იმ იდეების რომლის აღსრულების შესახებაც ვისმენთ ჩვენ ამ კომისიაზე და პირად ადამიანურ ტრაგედიას ვისაც ვისმენთ იმიტომ რომ ეს ადამიანები რეალურად ამბობენ რომ აი ეს რაც საკეთდა ეს ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობა ჩვენ არანაირი პრეტენზია არ გვექნება ეს რო დაბრუნდეს ძველი ვიდეო მინდა გაუშვა უბრალოდ ეს ჩვენ ხო ბუტერბროდს ვაკეთებთ ახლა და მძიმე ვიდეოები და ახლა კეჩუპი მოვასხათ ეს ძველი ვიდეოა გორგილაძე და ამაღლობელი საუბრობენ პოეზიაზე და ჩვენ მოგვეცემა კარგი კომენტარები. ამაღლობელს ხო უთხრა კაცო ჩვენმა ცოცხალმა ლეგენდარულმა პოეტმა რომ მე ვექსი მეგონაო ტანჯვაო და ეგრესაც არის ძმაო ხანიშქნა და თანისქნაო. კი ბატონო, გაუშვით. ცირამენ ბროდსკი შევნიშნე კატით. კი ხო ბროდსკი ბატონო. მეშლებ. მე მაგ სახში ისინი რა ქვია. ჩემი საყვარელი მწერლები კატები თურთ ეგეთი სერია, რომელსაც ჩემმა შვილმა დედა უტირა რაღაცები მიახატა, მაგრამ მაინც ძვირფასია ჩემთვის. ბროდსკი არის ჩემთვის მნიშვნელოვანი თუ კატა ამ ფოტოზე? ოდესღაც ბროდსკი იყო, ეხლა უკვე კატა. ხო, ნუ რა თქვა უნდა, მაგრამ მე იმ სამყაროს დედა ვატირე რატი ამაღლობელი რომ ბროდსკიზე გადაბრუნებულ სიტყვის რამეს. მოკლედ, თუ რატი ამაღლობელი არის პოეტი მიშველე. მოდი ესე ვთქვათ რა. ხო მაგარი ვიდეო. ანუ ძმაო იოსი ბროდსკი არის მეგობრებო ნებისმიერი პოეტისთვის მით უმეტეს პოეტისთვის რომელსაც ეს სიტყვის მუსიკა ესმის თუნდაც არა მარტო პოეტისთვის ნებისმიერს განათლებული ადამიანი ნუ განსაკუთრებით პოეტისთვის ბროდსკი არის თვალუსწინებელ სიმაღლეზე ისე როგორც გალაქტიონი ხო ბროდსკი გაცილებით სხვა გალაქტიონი სხვა რანგია რანგს არ გულისხმობ მე ძალიან მიჭირს ამ თემაზე რომ არ ვარ პროფესიონალი თუმცა ვისაც ერთი 10 ლექსი მაინც აქვს საკითხული ბროდსკის, ხო? ნუ ის მე და ბროდსკის ინტერვიუები თუ ეხნა ნახე ბროდსკის ესეისტიკა. მხოლოდ იმიტომ რომ კატა ახსენს და თუ შენ გაქვს საკითხული ბროდსკი კატაზე როგორ პოეტურად აკეთებს ქალთან შედარებას, ანუ კი ბატონო, რა ვიცი, კაროჩი, მარტო კიდე ერთი გავიმეორო, არა. რატი ამაღლობელს არ უნდა კონდეს, მიწა უნდა უსკდებოდეს, იმიტომ რომ მას არ უნდა კონდეს. კი ბატონო. სამყაროში არ უნდა იყოს ის დაშვება, სადაც რატი ამაღლობელი რაიმეს გადაბრუნებულ სიტყვის ბროდსკიზე კი არა, დაჟე ბროდსკის კატაზე. ნიტო што ბროდსკიზე. მოდი ესე ვთქვათ რა. ყველაზე მიუღებელი შენთვის
წადიზმა უნიტაში ლექსი დაწერე რა. პოლიტიკური პოზიციაზე მყოფი ადამიანების ნიჭის დაფასება უნდა შეგეძლოს. შენ თუ თან ხვდები რატო არ მოწონს ბიჭო? რუსი რო არის, რუსი კაცო. შესეთი რა დავიწყოთ რომ საბჭოთა რეჟიმის თან ანუ იდეაში ანტიპოდი იყო. ბროდსკი კონკრეტულად ლიბერალი არა და რო შეხედა რა კულტურა. ბროდსკის ლექსი უკრაინაზე თუ არის თუ იცის ალბათ იცის საკითხული ექნება, ვერ იტყვით თლად რომ ველიკო დერჟავობა არ ქონდა გარკვეულად საიუსთან დაპირისპირება. საიუსთან კი ბატონო. მაგრამ ამას ახლა არსებით მნიშვნელობა არ აქვს. იყო ესეთი კინოს უდიდესი ოსტატი ლენინ ლიფენშტაინი. ჰიტლერის პირადი დოკუმენტალისტი, ქალი, რომელმაც მოიგონა ერთ-ერთი პირველი ქალი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ეზენშტეინთან ვერ შევადარებ, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა კინოში. კინოში ეიზენშტეინმა მეტი შეიტანა, მაგრამ პროპაგანდა ჩისტა კინო როგორც პროპაგანდის მედიუმი და მისი მეთოდები და მისი მონტაჟი და მისი ოპერატორული ხელოვნება და ასე შემდეგ, თუმცა თავიდან ბოლომდე ჰიტლერის და ფაშისტური რეჟიმის აპოლოგეტი იყო. ენა და ეს ფილმები ტრიუმფ ვოლი ალბათ მაგრამ უყურებდა ხვდები. შესაბამისად როგორ შეიძლება ენა მოგიტრიალდეს? რა თქმა უნდა ფაშიზმი უნდა დაგმო და საშინელება და უნდა უნტრო ფაშიზმს, მაგრამ როგორ შეიძლება პროფესიონალმა ან ოდნავ ხელოვანის თვალით რომ შეგიძლია დაინახო მინიმალურად თქვა რომ ის რატო ადარებ? ანუ შენ რას ადარებ? გასაგები. ბიჭო, უყურე დაჟე ამათი გადმოსახედიდანაც კი ბროდსკის არაფერი არ მიუქარავს, რომ რატი ამაღლობელია. ვინმე რო თქვას, ვინმე ლიბერალმა რო თქვას, რომ აღარ მომწონს. ეხლა შესაბამისად გავუშვათ ახალი რატი ამაღლობელი, ეს იყო დაახლოებით 2 წლის წინანდელი ალბათ. ეხლა ახალი რატი ამაღლობელი. ძველია, კი ბატონო. თავარი რას რითაც ისინი ყვებებიან, ეს არის დღეს შიში. და შიში მათია, ჩვენი არ არის შიში. გულწრფელად ჩვენ დავამტკიცეთ ძალიან ბევრჯერ, რომ ამ საზოგადოებას არ ეშინია და ჩვენ გავტეხავთ ამ ნავს და გავტეხავთ ამ შიშს. ამ რწმენის გარეშე რთულია, ამ იდეალების გარეშე რთულია. მხოლოდ პრაგმატული, მხოლოდ სარიერი რაციონალი, ვიცით გამარჯვების ბრძოლა ეგეთი რამეა რა. შენ თუ ყველამ თუ იცის რომ ვიმარჯვებთ, იქ არავინ არ დარჩება. აქ არის მთელი ამბავი, ამ რწმენაშია მთელი ამბავი. რა ხონდა? არა, ეს ცდილობა ქონდა პოეტური მითოლოგიმა შეემუშავებინა, მაგრამ მე ვერ გავიგე მაგალითად რა. ანუ წვენაში გავძლიერდეთო. ხო, ალბათ, ეს სექტარი. ბიჭო, უყურე. კი ბატონო. მე კიდე ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ მოდი არ განვაზოგადებ კონკრეტულზე ვიტყვაში რა. ამ კალიბრს უნიჭობა როგორც შემოქმედებაში, ისე რიტორიკაში, დაჟე სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებაში, როგორცაც ჩვენ უყურებთ. რატი ამაღლობელი იქნება ლაშა ბუღაძე იქნება თუ ასე შემდეგ. ანუ იმ კალიბრის და ისეთი უხეში და იშვიათი უნიჭობა არის. მაგალითად, რატი ამაღლობელმა შარშან თუ შარშან წინ ჩაწერა რაღაც საპროტესტო ლექსი სიმღერა, ნუ ლექსი იყო, მუსიკა, ედო. ევროპის რომელსაც უნდა აიღელვებინა მასები. ევროპის ბეთჰოვენზე რო ის გააკეთა, მეგონი მან დაწერა ტექსტი. ხო. Ode of Joy-ზე მეგონი მან დაწერა ეს ტექსტი. ხო გვაქვს ქართული ვერსია. ქართული ვერსია ხო არსებობდა, მე მახსოვს რომ ბეთჰოვენის Ode of Joy-ს ქართული ვერსია გააკეთა. ეხლა მაგარი არის, ხო, როდის დარწმუნდებიან ეს? არასოდეს. ესენი რომ ანუ მათთან არის მხოლოდ და მხოლოდ მეგობრებობა. არა, მეგონი, აი ხა ბუღაძე გავუშვით თუ შეიძლება გავუშვით და გეტყვით რა, გავუშვით. ლიდერი რამდენად გაჩნდება? იცით როგორ არის? ნიკოლო მაკიაველი წერს, ხო, სული გენიოსი და რაღაცა ცინიკოსიც კი, თავის მთავარში, ხო, არ უნდა ჰქონდეს მთავარს ისეთი ხალხის იმედი, რომელიც მასში აუცილებლობას ვერ ხედავს. ძალიან უცნაურ ფორმულირებას ახდენს, ხომ? ანუ თუ კი აუცილებლობას ვერ ხედავთ, რომელიღაცა კონკრეტულ ლიდერში. ამ ლიდერს ნუ ეკნება განცდა, რომ ის მაინც ლიდერია. აი, ძალიან ზუსტ ფორმულირებას გვაზევს მაკიაველი, ხო? აუცილებლობას უნდა მხედავდეთ. ხო, ძალიან არავის. ეგ რო გითხრა, სხვა რაღაცას მივაქცევდით თქვენს ყურადღებას. მეგობრებო, თუ გაქვთ არცხოვრი თავარი მაკიაველის თავიდან ბოლომდე, აი ცინიკურიო მაგანაც კი ახსენა, არის თავიდან ბოლომდე რეალ პოლიტიკოსის, ცინიკოსი,
პოლიტიკანის, პოლიტიკოსის, ასე ვთქვათ, რჩევებით აღჭურვილი ამბავი რა. ეხლა ნორმალურ ღირებულებით სავსე საზოგადოებებში, ლიბერალურში, მაკიაველიზმი სალანძღავი სიტყვაა. კი ბატონო. ეს არის სვეტში სალანძღავი სიტყვა, რომელიც ნებისმიერი ღირებულების უგულებელყოფას ნიშნავს. მაკიაველიზმი არის სალანძღავი სიტყვა. რომელსაც ხო ლიბერალიზმში თვითონაირი. ზეპირსიტყვიერებაში იყენებენ დიქტატორული მათი ხედვით დიქტატორული თვითონაირი სამართლი. შესაბამისად, მეგობრებო, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ რა, აი შენ წინა კითხვაზე, ამათ შემოაკლდათ მართლა ზოგიერთს, შემოაკლდა მაყურებელი და თაყვანის მცემელი. შემოაკლდა როდის ყავდა? ადრე ყავდათ ვიდრე ეხლა მაგალითად როდესაც ბუღაძე ნაკლებად, მაგრამ მაგალითად რატი ამაღლობელი ებრძოდა სააკაშვილს, მაშინ ის აქტუალური იყო და ეს ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდა 2012 წლის მერე, მაგრამ ეხლა რა თქმა უნდა შემოაკლდა მაყურებელი. დავიწყოთ იმით, რომ მისი შემოქმედებაც მის შესახებ რომ 12 წელი გავიდა. ან რა გააკეთა ახალი ამ კაცმა ერთმა, ამ ბუღაძემ რა დაწერა და რა შექმნა ახალი. უაზრო პოლიტიკური აქტივიზმი აქვს ვითომ ხელოვანებს. ანუ ხელოვანები კი არ არიან ვითომ ხელოვანები, რომელთა შემოქმედება წყალებში არის აქტივიზმი. და რამდენი არის ეგეთი? ხო, ანუ ესენი რეალურად არიან პროფესიით აქტივისტები, თეატრის რეჟისორები, ვნებით რომ იყვნენ ხელოვანი. ბატონო, თეატრის რეჟისორები, ვიღაცა მსახიობები, რომელთაც უამრავი ასპარეზია. აი ხა, მართლაც ბუღაძემ რომ დაწეროს ამდენი ხანი ხო ებრძვის დიქტატურას, რომ დაწეროს რომანი. რომელიც ხალხი საქართველოში კითხულობს. დათა თუთაშიამ ღმერთო მაპატიე დიდი ბოდიში არც ვადარებ, მაგრამ დათა თუთაშიამ გაცილებით დიდი კვალი დააჭრა საქართველოს უახლეს ისტორიას, ვიდრე პოლიტიკურმა ბევრმა, თითქმის ყველაზე არ ვიტყვი, პოლიტიკურმა მოღვაწემ. ძალიან დიდი წარუშლელი კვალი დაამჩნია. მაგრამ ბიჭო, შემოქმედების ეგ არის მთელი მუღამი. შემოქმედების ერთ-ერთი თავარი რითიც შეგიძლია რომ თქვა, რომ აი რა კვალს დატოვებს ან რა კვალი დატოვა, ხო? არის ის საზოგადოებაზე რა ტიპის გავლენა მოახდინა. ეს ადამიანები, რომლებიც მუდმივად წერენ და საუბრობენ იმაზე, რა არის მათი განმოსახენა პრობლემა და ეს არის არალიბერალური საქართველო, ვერ შეძლეს შეექმნათ რაიმე ტიპის ღირებულება იმისათვის, რომ ამ ღირებულებას და ხო ძალიან უყვართ ის სიტყვა ცნობიერების ამაღლება, ხო მაგაში იხარჯება ამაც ეგაც გამოცემული გრანტები და მაგას წერენ იმ პროგრამებში, ხო შეხვედრები იქნება თუ რაღაც კურსები იქნება, რაც საკეთება, ყველაფერი ემსახურება ამათი ვორდინგით ამ დაძაბუნებული ქართველების ცნობიერების ამაღლებას, ხო? ბიჭო, ამდენი ხელოვანი როგორც თავს ეძახიან და რაღაც დიდსიებს ხოდებენ, რომ აგერ 500 და 600 ხელოვანი ვართ და ყველანი პირისპირდები. ბიჭო, ამდენი ხელოვანი ადამიანი, როდესაც ხელისუფლებას უპირისპირდება. შემოქმედება მათი რატო არ საუბრობს არაფერს ისეც, რომ მასა აიყოლიოს. მასა არა ძმაო დაჟერა, არ ვიცი, ერთი რაღაც კარგი მოზრდილი უბანი. რატო არ შეუძლია? იგივე შეიძლება თქვათ ჰოლივუდზე. იგივე შეიძლება თქვათ ჰოლივუდზე. ჰოლივუდმა თავის საქმე გააკეთა კაცო, ვისაც. კი, მაგრამ მიუხედავად იმისა, ლიბერალა აქტორები. კი, მაგის იმპორტირება მოახდინა, მაგის იმპორტირება მოახდინა. ის რომ რაც საშუალო სტატისტიკურ უნივერსიტეტში მიმავალ არათბილისელს მაგალითად აქვს ვნება იმისა რომ მან მაქსიმალურად დააფიქსიროს თავი ლიბერალად მაქედან ნაწარმოები. კი ბატონო, შეიძლება რაღაც გარკვეულწილად ხო მიბაძვითი არის. კი ბატონო. ხო მოდი ახლა გავუშვათ პატაბუჭულად, ძალიან საინტერესო რაღაცას ამბობს. 4 თვე არის ხალხი გამოდის ყინვაში და დგას იქ და ელოდება რაღაცა სიახლეს. მე შევაწყე რომ ძალიან დიდი უკმაყოფილება იყო ხალხში, ძალიან. არ იყო ხა ჩემი გამოსვლა სცენაზე, თქვენ იცით მე რომ ავედი სცენაზე უკვე მიკროფონი ნადიმ ხვალაძე ამოვიდა კიდე მე და მადემი ავედით და
მიკროფონი უკვე გამორთული. ძალიან საჭირო იყო რომ ჩვენი დღეს მიგვიმართა ხალხისთვის, იმიტომ რომ ჩვენ გვეშინი ერთი რამის, რომ კიდევ ერთი ჩვენ ბევრჯერ გვინახავს, რომ ბევრი ხალხი მოსულა და არაფერი არ მომხდარა და აბა ეხა წადით სახლში. ხო, გამორთულ მიკროფონზე ჩაართვენეს. ხო, პატაბუჭულაძე თელი მიხდება ისე რომ 8 აპრილს შევიკრიბოთ და არ დავიშალოთ. აი ამას ამბობს კიდე ხო გალიმით აღლითი. უშინ ღამე რაღაცამის მერე გზად ძალიან ბევრგან შევხვდა ვიდეო, რომელიც ან არ მქონდა მენანახი, ან აღარ მახსოვდა საერთოდ. რა. ესაც შეხვედრა არის ბიზნესმენშვილის ჟურნალისტებთან და იქ იხსენებს პატაბუჭულაძე 9 მილიონი როგორ თხოვა იმისათვის რომ მე ხარდამჭერი გავხდე. და რატო მოითხოვა? და ბოდიში და მე ხუმრობით იმას ვქენიო რა რომ და ეგ 9 მილიონი ახსნავ იმ ლოგიკით რომ ეხა მეორე იმას ოპერის მომღერლობას შევეშვა ამ თანხას დავკარგავო რა. მიუღებელი შენ 200 წელიო იმღერო აგერო ხუმრობით დავიანგარიშეთო რომ 200 წელიო რომ იმღერო 2 მილიონი არის მაქსიმუმიო რაც გამოდა 9 საიდან მოგაქო და მეორე დღესო ცოლი გამოუშვაო ანგარიში მომიტანაო ცოლმა და აჰაოლა მაშინ 2 მილიონი ჩაგვირიცხე. რა თქმა უნდა. ანუ ბიჭო ამ ტიპზე ვლაპარაკობთ გარდა იმისა რომ ეს ტიპი არის ქველმოქმედი ან ყველაზე ცუდი კაცი იმხრივ რომ ბიჭო აი ქველმოქმედებას ეგრე რომ აბინძურებ ქველმოქმედებასთან ხალხს მიდგომას რომ ეგრე აბინძურებ რომ შენ ქმნი საქველმოქმედო ფონდს სადაც ამბობ რომ რაღაცა გაჭირებულს ეხმარები, პოვარს ეხმარები, დაავადებულს ეხმარები, ბავშვს მოხუც და აქედან პირადი საჭიროებისთვის მოიხმარ მე ამას შენ ხალხის სიკეთისთვის გადახდილ ფულს ჯიბეში უშვებ. არა, მან ძალიან მაგარი იყო რომ ეს უბოროტესი საქმეა, ნუ არანაკლები კეზერა რომ პენსიონერებს დარწვა. ეს უძრაობა, ეს სახლი ხო არ იყო გადაფორმებული ამ უპოვარ ადამიანებზე და ბევრი სხვა დარღვევა ძალიან ცუდ სახლებში ცხოვრობდნენ, ძალიან მიტოვებულში თითქმის ჩვენ ფილმი გავაკეთეთ, ავსახეთ, გაშვების დროც არის ხელახლა რომ ყველამ ნახოს და რაც არის თავარ ამბავი. ზოგადად საქველმოქმედო ფონდების თავის 90%, 90-95% ხარჯავენ ინდა ქველმოქმედებაში. 30%, 33% ხარჯავდა მხოლოდ ქველმოქმედებაში. დანარჩენი მიდიოდა ფონდი ინახავდა საკუთარ თავს და ხო ის საკვირველება, აი ეს მეუღლე ახსენე შენ და მეუღლეს ქონდა ხელფასი ამ ფონდში. არა მარტო ის იყენებდა პატაბუჭულაძე ამ ფონდს და მანქანები იყიდა ბოლო მოდელის მანქანები ამ ფონდის ფულით. რომ კარგად იარა და არ ვიცი სიგიჟე არის ეს. არამედ ეს ქალიც იღებდა ხელფასს. ნუ ეგ გასაგებია. თაზო დადუნაშვილი რაღაცა ვინაა ბიჭო თაზო დადუნაშვილი? მითხარ ყურში, სწრაფად. თაზო დადუნაშვილი ვინაა? აი ნახე. დავამკვიდროთ. ვერ გამოვიდა ისეთი როგორც ჩვენ გვინდა და მოდი ახლა ესეთი უნდა გამოვიყო. ეხლა აქ რაღაცა ლინკების აყრა და თქვა რომ ჩვენ გვეთქვა დავждარიყავთ რადგან ისეთი არ არის მაშინ აღარ გვინდა. როგორც რაღაცა აღარ ვიცი დიდი პატივისცემით ჩვენ კოლეგები ცდილობენ რაღაცა ამისგან დისტანცირებას ხო ნაციონალურ მოძრაობისგან. არ გამოვა ნაციონალურ მოძრაობის დისტანცირება, კარგს არაფერს არ მოუტანს არც ნაციონალურ მოძრაობას მაგალითად და არც პროცესს ხო იმიტომ რომ რაღაცა ერთი პოლიტიკური ძალა რომელიც გვერდზე იდგება. არაფერს კარგს არ მისცემს გარდა იმისა რომ საზოგადოების დაკმითას არ შეასრულებს. ხო აი ეს ადამიანი ეს სასაცილო ადამიანი აუცილებლად უნდა გაუშვათ ხოლმე და დავასრულოთ მეგობრებო გადმოცემა ეს პეპაგოჭი პოლიტიკაშია? კი ეს არის ლელოს წევრი პეპაგოჭი მე გადავების პეპა კი ბატონო და ანუ რა ქვია? რა ქვია? თაზო დათუნაშვილი თაზო დათუნაშვილი და დავასრულოთ მეგობრებო კუტაბიჭი თუ შეიძლება კუტაბიჭს მაგარი კონკურენცია აქვს სხვათა შორის უკვე აღარ არის სოლო კუტაბიჭი მაგერ ეხა ეს სანამ გამოსავლად ზუსტად ვიცით რომ ეს არ იქნება მაგრამ დროს მოგაგებინებს და ამიტომ ვილაპარაკოთ ჩემთვის იმას ნიშნავს რომ ნაბახუსები გეზარებოდეს რომ გადაიაროთ ამიტომ კიდესვა ამ პროცესში ახლა ოპოზიცია თქვენი აზრით კი ცხადი ამ პროცესშია და გუშინ გელოდებოდა გუშინ დღეს რომ ამის მერე მოქალაქეებში გაჩნილიყო ის კაფეო რაღაცას ელოდებოდა ეს არ აღმოჩნდა და მერე ყველამ სხვაში ეძებოს წარუმატებლობის მიზეზი და ამის მოლოდინში იყო ყველა და ყველა სხვა გესმოდა რა ხანახე ჩაივლის ეს გამოსვლა ნახე ხა დავაკვირდეთ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას მათ განცხადებას როგორ შეიძლება რიტორიკების სალომე ზურაბიშვილთან მაგალითად მიმართებაში. ხო მეგობრებო რა დასასრულ რა შეიძლება ითქვა ჩვენ არ დავიღლებით ჩვენი ტელევიზია ჩვენც
ჩვენ საგანმანათლებლო და გადამრჩენის ფუნქციაც გვაქვს, იმიტომ რომ არის ხალხი, ვისაც ახლა უკვე ეჭვი შეეპარა იმაში, რომ რას აკეთებს, საერთოდ რამე სიგიჟეს ხო არ ჩადის საგელ. ნელა აი მეცხრები მოფრინდებიან ახლა მოიყვანენ გაზაფხულს, მაგრამ გამოჩნდებიან პირველი მერცხლები, მეორე, მესამე ტალღის მერცხლები. აი მაგალითად ბევრი იტყვის ახლა რომ ჩვენ არ ვიცით როგორ გაღავდა. ანუ არ ვიცით რატომ გაღავდა. ბოლოს იტყვი რომ ალბათ არ გაღავდა, იმიტომ რომ ლოგიკურად ესია. ჩვენ ვიცით ხედავთ რომ იტყვია რომ ჩვენ ერთმანეთში ვეზიზღება და ვერ ვამყარებთ კოორდინაციას. ნელ-ნელა ეს ყველაფერი შეიცვლება. ძალიან ცუდი იქნება თუ ისე არ შეიცვალა რომ ბოლომდე ვიღაცები თავიანთ იდიოტურ პოზიციაზე დარჩნენ და ერთბაშად ჩამოიქცეს მთელი მათი ჭარბი რეალობური როგორც ამბობს სამყარო. მაშინ ძალიან დახმარება დასჭირდება ზოგიერთ მათგანს. არიან მიუხედავად ჩემი გარკვეული ცინიკურობისა, მე მაინც მგონია, რომ არიან ადამიანები, რომელიც თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო, გონებრივი განუვითარებლობის თუ ზედმეტი მიამეტობის გამო, მათ გონიათ რომ რუსებს ებრძვიან რა. მართლა გონიათ ესე. და აი ახლა სადღაც არის ახლოს გამართული. ხარ და მხარ. ჰა? ლაკა ხოშტარია. ლაკა ხოშტარიას ხარ და ხარ, ხო? ნუ ხო ხდებია რა. ამიტომ მე მინახი ადამიანები, რომლებიც გარკვეული პრობლემების გამო, რაც არის ობიექტურად მათ წინ კედელი მაგალითად, ან რა ვიცი, ნებისმიერ ობიექტურად ვერ ამჩნევ. აი თეთრი კურდღელი არის, აი ეს გენიალური მაგალითი, ეს არის ძალიან ცნობილი ნაწარმოები ჯავახიშვილისა, სადაც ხუნაგის ავადმყოფობის გამო ქალს გადაეცვალა შვილი, რომ ვერ მიასწრო ექიმთან, ვერ მიიყვანა, იმიტომ რომ იყო საყვარელთან და ისეთი რამ განუვითარდა, რომ უბრალოდ არ სჯერა ამ ბავშვის გარდაცვალებისა ამ ქალს და ეს ძალიან რთული ფსიქოლოგიური დრამაა, ეს ნოველა შესანიშნავი. მე ახლა ამ საშინელებასთან არ მინდა ამ ადამიანების მდგომარეობა შევადარო, მაგრამ დაახლოებით იგივეა, რომ ადამიანები უბრალოდ ვერ ხედავენ, რომ არიან აბსურდში. მოიგონეს გაყალბება, მოიგონეს რომ სალომე ზურაბიშვილი მათი ლიდერია, მოიგონეს რომ მთელი საქართველო მათ გვერდით არის, მოიგონეს რომ აი ცოტაც და აგერე 8-ში დავждებით და არავდგებით და არის გაუთავებელი ერთ წრეზე სიარული. კონსპიროლოგია არის, ოღონდ ყველაზე მავნებლური, ყველაზე არადაფუძნებული, არანაირი საფუძველ რეალობა რო არ გააჩნია. ყველაზე აბსურდული კონსპიროლოგია არის. ანტირეალური. ძალიან ბევრი კონსპირაცია წამიკითხავს, ძალიან ბევრი კონსპირაცია მომისმენია, რაღაცები, მაგრამ ევასება, რამდენიც აბსურდულიც არ უნდა იყოს, მაგრამ ესეთი ბანძი კონსპირაცია, რაც ახლავს თან ამ პროტესტს, რომ გაყალბებული არჩევნები, ეს ჩელიაბინსკში გაღვიძება, ეს პუტინის მიერ მართული ხელისუფლება, საქართველოს პრეზიდენტი ჩადის 9 მაისს ყაველაშვილზე, რა ქვია, წითელ მოედანზე და 9 მაისს უკვე ოფიციალურად გაფორმება რუსეთად საქართველოსთან. ესეთი ბანძი კონსპირაცია მე არ მომისმენია, დაჟე TikTok-ისეც კი ვნახულობ ხოლმე კონსპირაციულ ვიდეოებს. არა. უმეს მადლობა მეგობრებო, კარგად გრძანდებოდეთ, ხვალამდე. ხვალამდე.